კარგი, დასამიზნებელია. იარაღი არის ნახევრად ავტომატი. აი აქ აქვს ცველი. მოდი ისევ თქვენ ლაპარაკეთ თოფზე. აი აქ ქვემოთ რა ბერკეტი აქვს? თოფზე ქვემოთ ეს ბერკეტი არის, როდესაც ჩააწყობთ ვაზნებს და მაგალითად გააკეთეთ გასროლა. ეს ხომ ავტომატურად ტენის. და თუ გინდათ რომ ვაზნა გამოცვალოთ, აი ამ ბერკეტს აწვევი და ჩაკეტავს იმერსიას, რომ სხვა ვაზნა აღარ შეიტანოს ლოლის არხში. უბრალოდ გაისვრი და გაისვრი და ამ ერთი ამის მიწოლით გააკეთებ იმას, რომ ერთს ისვრი მარტო. ანუ გახდი თოფს ცალტყვიანს. ხო რა, ნუ ცალულიანის ვარიანტი გადაიყო თუ არ გინდა. ეგ რატომ უნდა გააკეთო არ ვიცი, მაგრამ არის შემთხვევები, რომ თქვათ მაგალითად მიდევს სულ 9 ნომრები შიგნით და უცბად კურდღელი ან რამე ცხოველი, სხვა, ან გელი მოდის კაცო თავდასხმაზე რაღაცა და მინდა უფრო ძლიერი ტყვია ჩავდო ამ შემთხვევაში. გადაუსი ამას გადმოწევ და ჩადებ რასაც. კი ბატონო, ჩადებ რა ნომერსაც. ნუ აქ უკვე სიტუაციებიდან გამომდინარე. კიდე თვითონ რომელია ინერციულია თოფი თუ თოფი არის გაზგადამტენი. ინერციული არ არის. ანუ აქვს გუში ჩვეულებრივი. ეს მე ავიღებ.